გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ ბექა ყორშია და ესაა გადაცემა არაფერი სასაცილოს უკვე თითქმის საახალწლო გამოშვება. მაინც საშობაო საახალწლო პერიოდია და დღეს ზღაპრებზე ვილაპარაკებთ. მაგრამ სანამ ზღაპრებზე გადავალთ, მოდით გავიხსენოთ ედუარდ შევარდნაძის 2002 წლის საახალწლო მილოცვა. ისტორიის კუთვნილებად იქცევა 2002 წელი. 2003 წელი ქართველი ერის ქვეყნის ყველა ღირსეული მოქალაქის დიდი არჩევანის გამართლებად და ცხინვალე გამარჯვების წლად იქცეს. Რაღაც დაგიმალოთ და ზუსტად ისეთი შემდეგი წელი მინდა ვუსურო ბიზინა ივანიშვილს, როგორი შემდეგი 2003 წელს დაუდგა ედუარდ შევარდნაძეს. აი კონკრეტულად ასეთი. სახში ისე მართლა რა შედარება ბიზინას 100 თავით ჯობდა ედუარდ შევარდნაძე. აგერ ამავე მილოცვაში ნახეთ რას ამბობს. 2002 წელს საქართველოს ოფიციალურად დაადასტურა თქვენ მოგხსენებათეს თავისი სურვილი გაწევრიანდეს ჩრდილოატლანტიკურ კავშირში. ამ არჩევანსა და შესაბამის სახელმწიფო კურსს უკვე ალტერნატივა არ აქვს. კარგით, მოდით გადავიდეთ ახლა საახალწლო ზღაპრებზე. ერთხელ ერთ სიკეთით სავსე ქალაქში გამოვიდა სიკეთით სავსე მერი და ანთო სიკეთით სავსე ნაძვის ხერი. შედეგადაც სასწაულებრივად ბიუჯეტიდან რამდენიმე მილიონი დაიხარჯა. ზოგადად ახალი წლის აღნიშვნაზე ფულის დახარჯვა რა თქმა უნდა არაა პრობლემა. ახალი წელი ხომ სახალხო ზეიმია და თუ გალაღებაა დაიყოს ახალწელს. აქ რა თქმა უნდა სხვა პრობლემაა. კალაძის ნაძვის ხე 100,000-ობით ადამიანისთვის უფრო მიტაცებული და გაუბედურებული ქვეყნის ვენოკია, ვიდრე ახალი სიცოცხლის დაწყების სიმბოლო. და რაც უფრო იზრდება ეს სენტიმენტი, მით უფრო იზრდება საახალწლო ხარჯები. მე გადავხედე წინა წლების ხარჯებს და რიცხვები ასეთია. 2023 წელს საახალწლო ხარჯები 2.3 მილიონი დაჯდა. 2024 წელს 5 მილიონამდე ავიდა. 2025 წელს კი უკვე 8.8 მილიონით შევხვდით. წელსაც ჯერ საბოლოო ხარჯი არ ვიცით, მაგრამ ზუსტად ვიცით, რომ 8 მილიონზე მეტია. კალაძე ამ ღონისძიებებს ისე ეპყრობა და ისე უყურებს, როგორც კაზინოს მეპატრონე კაზინოს. იცით რატომაა კაზინოში ყოველთვის ბევრი შუქი, ბევრი ხმაური და ფერადი, ჭყეტელა, ატრაქციული ვიზუალები და უფასო სასმელი რაც მთავარი. იმიტომ რომ კლიენტი გაბრუებული იყოს ზეიმის ატმოსფეროთი. ვერ შეამჩნიოს დროის დინება, ვერ აწონ დაწონოს გადაწყვეტილებები და ვერ იგრძნოს როგორ ატყავებენ. და მერია ზუსტად ამ სტრატეგიით მუშაობს. თვალებში ლას-ვეგასური შუქები უნდა მოგვანათონ. დაგვახვიონ თავბრუ, რომ როცა ხელებს გასათბობად ჯიბეში ჩავიყოფთ, ვერ შევამჩნიოთ, რომ არანაირი სიკეთით არ გვაქვს სავსე. მოკლედ, სანამ ჩვენ ამ მილიონებად აციმციმებულ ქუჩებს ვუყურებდით, გამოვიდა ყოფილი მერი დავით ნარმანია და შემოგვაპარა. არა მხოლოდ ქალაქს გაეზარდა ნაძვის ხის ანთების ხარჯები, არამედ როგორც ჩანს თითოეულ ოჯახსაც. ზედ საახალწლოდ ელექტროენერგიის ტარიფები იზრდება. ზრდა შეეხება ელექტროენერგიის ტარიფებს, თუმცა დღეს კონკრეტული ციფრის და კონკრეტული ეს თქვა ზრდის პროცენტის დასახელება გამიჭირდება. დიდი ხანია რაც ნარმანია არ გამხსენებია და აი ნეგატიური ამბის სპიკერად გამოიყენეს. განა კალაძე იტყვის ამას. არა, კალაძე მხოლოდ პოზიტიურ რაღაცებს უნდა გვიყვებოდეს. რას მახსენებს ეს იცით? აი რუსთაველზე ახალ შეძენილ განათებებს რომ კიდებენ და რაც უფრო გარეუბნებისკენ მიდიხარ, მით უფრო ძველდება ეს საახალწლო დეკორაციები. ასე გადაკიდეს ძველი მერი ნეგატიური ამბების დეპარტამენტში. ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოში გვაქვს ორი ახალი წელი, ძველი და ახალი. ამაზე ხან ვიცინით, ხან დაობთ. ბოლო ხანებში უფრო ირონიით ვსაუბრობთ. მაგრამ რასაც გინდა ფიქრობდე, საქმე ისაა, რომ მართლაც ორი ახალი წელი გვაქვს. უბრალოდ ისინი ერთსა და იმავე დროს ხდება. ერთი ახალი წელი ელიტურია. იქ სადაც 7.3%-იანი ეკონომიკური ზრდაა, სადაც ახალი წლის დადგომამდე წამებს 9 მილიონიანი საათებით ითვლიან და სადაც ახალ შოურუმებში ფერარებს არჩევენ. მეორე ახალი წელი კი დანარჩენი საქართველოსთვისაა. იქ სადაც 709,000 ადამიანის საარსებო შემწეობის მოლოდინშია და სადაც ადამიანები საახალწლო სამზადის ლომბარდის რიგში დგომით იწყებენ. ჯურის წერის ბეჭდებს აბარებენ. ტოვებენ მეხსიერებას, წარსულს, მოგონებებს და ხშირად უკან ვეღარ იბრუნებენ. არ დაიჯეროთ არანაირი კვლევების და სტატისტიკების, რომელსაც ქოცები შემოგტენიან ეკონომიკის გასაზომად. ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს საუკეთესო 20-ში და ევროპის საუკეთესო 5-ში. საქართველოს 60.23 მიასედი დაიმსახურა, რითაც როგორც ევროკავშირის ქვეყნებს, ასევე შვიდეულის ყველა სახელმწიფოს გაასწრო ამ ფონზე. ჩვენი ეკონომიკა ყველაზე ზუსტად ლომბარდის რიგის სიგრძით იზომება.
მაგრამ მე ხომ დაგპირდით, ახალი წელია და მოდი ცოტა მეზღაპრის როლს მოვერგებ მეთქი. ამიტომაც დღეს გადაცემაში მოისმენთ 5 ზღაპრულ ამბავს და მე თავად გადაწყვეტეთ, კეთილია მათი ბოლო თუ უფრო ძმები გრიმების შემოქმედებას წააგავს. ზღაპარი პირველი. 1001 ღამე, თბილისური ვერსია. უკვე არაერთხელ ვახსენეთ, რომ კახა კალაძე საკუთარი ბრენდის შესანარჩუნებლად მხოლოდ უპრობლემო და გლამურულ ამბებთან ცდილობს თავის ასოცირებას. იქ სადაც პრობლემაა, კალაძე არ არის. იქ სადაც შამპანური, წითელი ლენტი და იტალიური დიზაინია, კალაძე პირველია. ბოლოს ასეთი იდეალური დამთხვევა თბილისში ფერარის შოურუმის გახსნას დაემთხვა. აი, რა თქვა ჩვენმა სიკეთით სავსე მერმა ამ ღონისძიებაზე. ყველა ავტომოყვარულს მინდა მიულოცო, მინდა ერთი რამ აღვნიშნო, და ვიტყვი თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მშვიდობას. მშვიდობას მოაქვს წინსვლა, კეთილდღეობა და რა თქმა უნდა იმ პოლიტიკის შედეგი არის, თუნდაც ის, რომ დღეს ფერარი ოფიციალურად შემოვიდა საქართველოში. აი მართლა ვინ არის ის ხალხი, ვისთვისაც ეს ცენტრი კეთდება? ვინ ივლის ამ ფერარებით? ისინი ხომ არა, ვისაც საცობები არ ეხებათ და ბასლეინზე მოძრაობისთვის არც ჯარიმის ქვით არის მიუვათ მესიჯად. ისინი ხომ არ ივლიან ამ ფერარებით, ვისთვისაც ეს ქალაქი კერძო ტრასაა. ვისთვისაც ამ ქალაქში ცხოვრება ვიდეო თამაშს გავს, სადაც ძვირად ღირებულ მანქანებს ერთი მეორის მიყოლებით იცვლი. და კიდევ იცით, ვისთვის იქნება ეს ფერარები? პასუხი რუსთავისკენ მიმავალ მაგისტრალზე შემოხვდება ცოტა ხანში მეგობრებო. იქ მტკვრის ჭალებში ჯერ კიდევ არის კრწანისის ტყეპარკი, რომელიც მომავალში არაბული ქალაქი თბილისი waterfront-ი გახდება. ირაკლი კობახიძე, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ქსენოფობიურ წუხილს გამოთქვამდა ასეთ საკითხთან დაკავშირებით. მაგალითად ინგლისში ყველაზე ხშირად დარქმეული სახელი არის მუჰამედი. ბერლინში, გერმანიის დედაქალაქში ყველაზე ხშირად დარქმეული სახელი არის ასევე მუჰამედი, ხო? იდენტობას კარგავენ. ახლა არაბ ინვესტორს მუჰამად ალაბარს რუსთაველზე უმასპინძლა და ჩვენი კუთვნილი 850 ჰექტარი მიწა საიდუმლო გრიფით გადასცა. ეკონომისტებმა გაარკვიეს, რომ იქ უძრავი ქონების ფასი 1 კვადრატულ მეტრზე $10,000-საც გადააჭარბებს. თავად ინვესტორი ამბობს, ადამიანებს არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან მოუნდებათ აქ ქონების შესყიდვა. ამ არაბულ ქალაქებზე ჩვენ უკვე ბევრი ვისაუბრეთ და პროპაგანდის პასუხი ყოველთვის ერთია. შენ აგონია ახლა ემირატებიდან შეიხები ჩამოსახლდებიან? მე ახლა ვფიქრობთ, რომ მილიარდელები რუსთავის გზაზე განმავლიან საცხოვრებლად. ეს მაგარი კაცი ყავთ. მაგრად უყვარს მდიდარი უცხოელები რომ გადმოვლიან საქართველოში. ერთი მიზნით. ეს გადასახადები ვაპატიოთ თუ გადმოვლიან და გაათეთრებენ თავიანთ გათეთრებული სადაც არის, მაგრამ ნუ საქართველოში თუ იქნება, უფრო გამჭვირვალე იქნება და მოკლედ მე პირადად რაც დანამდვილებით ვიცი, ისაა რომ არც დელუქს ბინების და არც ფერარის მანქანების კლიენტურა საქართველოს მოქალაქეებს შორის იმ დონეზე არ არის, რომ სოფლიო ბრენდს აქ შოურუმის გახსნა აწყობდეს. ბიძინა ივანიშვილი მთელი ქვეყნის გადაქცევას აპირებს ერთ დიდ all-inclusive სასტუმროდ, სადაც ბუნებრივი რესურსები, ტყეები, სანაპიროები და თვით სახელმწიფო სტრუქტურებიც კი ამ სასტუმროს სერვისია. პოლიცია დაცვა, მერია კონსიერჟი, ხოლო მთავრობა ადმინისტრაცია, რომელიც სტუმრების კომფორტზე ზრუნავს, რომლებიც საქართველოში გადმოვლიან და გაათეთრებენ თავიანთ ფულს, რომლის ნაწილიც ბიძინას ჯიბეში წავა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბიზნეს მიზანი მთელი ქვეყნის ერთ დიდ all-inclusive სასტუმროდ გადაქცევა. ასეთ სასტუმროში კი მხოლოდ ორი როლი არსებობს. ან უცხოელი ელიტური კლიენტი ხარ, ან მომსახურე პერსონალი. და თუ გაინტერესებთ თქვენ ვის როლს გიმზადებთ ბიზნესს, საკმარისია დაისვას კითხვა. მე შემიძლია ფერარის ყიდვა. ან მე შემიძლია კრწანისის ყოფილ ტყეში კვადრატულის $10,000-ად შეძენა. თუ პასუხი უარყოფითია, თქვენთვის სუდი ამბავი მაქვს. ამ ზღაპარში თქვენ სტუმარი არ ხართ. თქვენ ხართ ის ტიპი, რომელმაც შეიხს კარი უნდა გაუღოს, ბალახი გაკრიჭოს და მერე ჩუმად უყუროს. როგორ სეირნობენ თქვენს ყოფილ ტყეპარკში ფერარებით ის ადამიანები, რომლებისთვისაც ეს ქვეყანა მხოლოდ საზაფხულო კურორტია. მოკლედ 1001 ღამე თბილისურად ნიშნავს იმას, რომ 1000 ღამე უცხოეთის მდიდარი მოქალაქეები ერთობიან, ხოლო ერთი ღამე შენ გაქვს უფლება უყურო საახალწლო განათებებს, რომლებიც ისევ შენი გადახდილი ფულითაა ნაყიდი. კონკრეტულად იმ ფულით, ჯურისწერის ბეჭდის ან ნაცვლობის ჯურის ჩაბარების სანაცვლოდ რომ მოგცეს ლომბარდში. ზღაპარი მეორე. პარლამენტის ეგრეთ წოდებული დეპუტატი ვახტანგ თურნავა საოცრებათა სამყაროში.
გახსოვთ ელისის საოცრებათა სამყაროში. იქ ყველაფერი თეთრი ბაჭიით იწყება, რომელსაც ჟილეტის ჯიბიდან საათი ამოაქვს და გაჰყვირის. ვაგვიანებო. ჩვენს ქართულ საოცრებათა სამყაროშიც ყავს ასეთი პერსონაჟი. პარლამენტარი ვახტანგ თურნავა. ოღონდ ბაჭიისგან განსხვავებით ის არსად აგვიანებს. პირიქით, მას იმდენი საათი აქვს, რომ შეუძლია დრო საერთოდ გააჩეროს. ან მინიმუმ თავისი მაჯით აკონტროლოს სამყაროს ბრუნვა. მოდით გადავხედოთ მის ქონებრივ დეკლარაციას, რომელიც უფრო მეტად როლექსის კატალოგს გავს, ვიდრე საჯარო მოხელის დოკუმენტს. ბატონ ვახტანგს მხოლოდ საათებში 9,5 ლარზე მეტი აქვს გადახდილი. წარმოიდგინეთ ეს კოლექცია. ერთი საათი 130,000 ლარი, მეორე 120,000 ლარი, მესამე 70,000 ლარი. ჯამში 557,145 ლარზე მეტი მხოლოდ იმაში, რომ იცოდე, რომელი საათია. აქ ყველაზე დიდი საოცრება ისაა, რომ თურნავას დეკლარაციის მიხედვით მის კომპანიებს 2024 წელს არანაირი შემოსავალი არ მოუტანიათ. წარმოგიდგენიათ, კაცი ფორმალურად უმუშევარია, შემოსავალი ნული აქვს, მაგრამ მაჯაზე უკეთია საათი, რომლის ფასიც 130,000 დოლარია. მერე ესენი გამოვლენ და მშიერ ხალხს მშვიდობის ფასზე ელაპარაკებიან. მშვიდობის ფასი ყველაზე მეტად დავინახე, როდესაც ეს საათები ალბათ მართლა ჯადოსნურია. ისეთი დროის მანქანებია, რომლებსაც პატრონი წარსულში გადაჰყავთ, როცა ბიტკოინი ჯერ კიდევ კაპიკები ღირდა. აბა, სხვაგვარად როგორ უნდა აიხსნას, რომ უმუშევარმა კაცმა 2023 წელს 200,000 დოლარი სწორედ კრიპტოვალუტაში დააბანდა. ახლა მოდით ეს ზღაპარი ცოტა მათემატიკით გავამწაროთ. მით უმეტეს, რომ ელისის ავტორი ლუის ქეროლი მათემატიკოსი იყო. საშუალო ქართული პენსია წელს 35 ლარით გაიზარდა. იცით, რამდენი ხანი უნდა აგროვოს პენსიონერმა ეს 35 ლარიანი ნამატი, რომ თურნავას ერთი აუდემარ პიჟე იყიდოს, ესე ქვია ამ საათს, რამე არ შეგვიშალოს, არ ვიცი. ლევეები ვარ ჩვენ, პატრიციების ტერმინოლოგიები, ბრენდები. მოკლედ, იცით რამდენი ხანი უნდა აგროვოს პენსიონერმა ეს 35 ლარიანი ნამატი, რომ თურნავას ერთი აუდემარ პიჟე იყიდოს? 310 წელი. ანუ ადამიანი უნდა დაიბადოს ერეკლე პირველის დროს. პენსიას მიაღწიოს ერეკლე მეორის დროს, გადაურჩეს აღამახმად ხანის შემოსევას, რუსეთის იმპერიას, კომუნისტებს, 90-იანებს და დღეს 2025 წელს 310 წლის ასაკში, როგორც იქნა, იყიდოს საათი, რომელსაც თურნავა უბრალოდ უმუშევრობისას ყიდულობს. მოკლედ, ესაა ჩვენი მეორე საახალწლო ზღაპარი. ოღონდ სინამდვილეში ეს საათები მართლა ჯადოსნური ნივთებია. ისინი ჩვენს დროს ხარჯავენ და ჩვენს მომავალს იპარავენ. თუ გახსოვთ გალაქტიონის ლექსი, რომელი საათია. მან იხსენებს შარლ ბოდლერს, რომელიც ამბობდა: "წარე და ძვირფასი თრობის საათია, ღვინის საათი." ასე პასუხობდა ის კითხვაზე, რომელი საათია. ხო და ვფიქრობ, ნეტავ თურნავა რას უპასუხებდა? ალბათ იმას, რომ ახლა ატკატის საათია, ოფშორის საათია, ან უბრალოდ ახალი 200,000 დოლარიანი საათის ყიდვის საათია. აი ასეთ შესაძლებლობებს აძლევს ქართული ოცნება ახალგაზრდებს გამდიდრებისათვის. დიდი მადლობა მათ ამ შესაძლებლობისთვის. ზღაპარი მესამე, სურვილების ჭა. ახლა ერთ ისეთ ტრადიციაზე უნდა გიამბოთ, რომელიც ყველა თანამედროვე ოფისში არსებობს, მაგრამ ჩვენს ხელისუფლებაში მან სრულიად განსხვავებული ფორმა შეიძინა. ეს არის Secret Santa. ჩვეულებრივ სამყაროში Secret Santa-ს დროს ერთმანეთს წინდებს ან ჩინურ ჭიქებს ჩუქნიან. მაგრამ ქართული ოცნების სამეფოში ლიმიტი ცოტა სხვანაირია. დაახლოებით 34 მილიონი ლარი. სწორედ ამდენი აჩუქეს ჩვენს ჩინოვნიკებს ახლობლებმა მხოლოდ ბოლო 2 წელიწადში. არ ვიცი მე გამომეპარა თუ რა ხდება, მაგრამ აშკარაა, რომ ჩვენს ქვეყანაში შეიქმნა ახალი ბიოლოგიური და ეკონომიკური ფენომენი. მულტიმილიონერი ქართველი პენსიონერი. ეს ის ხალხია, ვინც მთელი ცხოვრება საჯარო სამსახურში გაატარა, ახლა 300 ლარიან პენსიაზეა, მაგრამ მაინც ახერხებს, რომ შვილს, რომელიც სრულიად შემთხვევით მინისტრი ან პრემიერია, ჯიბის ფულად 9 მილიონი ლარი აჩუქოს. და ჩუქნის კიდეც. ჩინოვნიკების ოჯახის წევრებმა მათ 23 მილიონი ლარი ნაღდი ფულით გადასცეს. 23 მილიონი კეში, მეგობრებო. მაგრამ ესეც კი წვრილმანი საჩუქრებია. ნამდვილი ზღაპარი ახლა იწყება. სურვილების ჭაზე თუ გსმენიათ რამე. მიდიხარ, ჩააგდე პატარა მონეტას, ჩაიფიქრებ სურვილს და ისიც აგიხდება. მაგრამ ქართული ოცნების სამეფოში ეს ჭა მხოლოდ იმ შემთხვევაში მუშაობს, თუ მონეტას სწორი მიმართულებით ისვრი. ამ ჭას ჩვენს რეალობაში სახელმწიფო შესყიდვები ჰქვია, ხოლო მონეტას შემოწირულობა.
შენ ჭაში აგდებ, თქვათ, 50000 ლარს პარტიული შემოწირულობის სახით. და ჭა მადლიერების ნიშნად უკან 50 მილიონიან ტენდერს გიბრუნებს. და აი სიღბლიანი გმირებიც. შეპესე არ არის მფლობელი ბიზნესმენი დემეტრე თათეშვილი. მან ბიზინა ივანიშვილს აბასთუმანში სახლის ასაშენებლად მიწა მიჰყიდა. ჩვეულებრივ სამყაროში მიწას ყიდი ფულს იღებდა მორჩა, მაგრამ ჩვენ ზღაპრულ ჭაში ეს მიწა პატარა მონეტასავით აღმოჩნდა. მას შემდეგ რაც თათეშვილი ბიზინას მეზობელი გახდა, ჭამ ამოაფრქვია და მისმა კომპანიამ სახელმწიფო შესყიდვებიდან 650 მილიონი ლარი მიიღო. აქვეა ეგრეთ წოდებული დეპუტატი და ბიზნესმენი გიორგი ჭყონიაც. მისი კომპანიები ისეთი ნიჭიერები აღმოჩნდნენ, რომ სახელმწიფო შესყიდვების ჭიდან 392 მილიონი ლარი ამოკაჩეს. სხვებიც დგანან ამ სასწაულ მოქმედი ჭის რიგში. მაგალითად ეგრეთ წოდებული დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე. მისი ოჯახის წევრებისა და ნათესავების კომპანიებმა 30 მილიონი ლარით იხეირეს. არ დაგვავიწყდეს ეგრეთ წოდებული დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძეც 25 მილიონი ლარი ბოლო 7 წელიწადში. სენაკის ეგრეთ წოდებული მერი ვახტანგ გადელია. აქ საერთოდ ფანტასტიკასთან გვაქვს საქმე. კაცი მერად დასვეს თუ არა, მისმა ბიძამ მაშინვე სენაკის მერიის შესყიდვებიდან 32 მილიონი ლარი მიიღო. წესითა და რიგით ამ ყველაფრის აღმოსაფხრელად ანტიკორუფციული ბიურო ყავდა. მათ 65 კორუფციული საქმე გადაუგზავნეს, მაგრამ რეაგირება იყო ნული. სამაგიეროდ, ბიურო მთელი წელი არასამთავრობო ორგანიზაციებს დაძდევდა. მათთვის უფრო საშიში NGO-ების მიერ ნაყიდი ყავა იყო, ვიდრე ჩინოვნიკების 34 მილიონიანი საჩუქრები. ახლა კი ეს ბიურო საერთოდ უქმდება. ალბათ იმიტომ, რომ მათმა უფროსებმა ჩათვალეს, ჭა უკვე ისე კარგად მუშაობს, რომ ზედმიწევნითი თვალთვალი აღარ სჭირდება. ყველაფერი ხომ ისედაც სიკეთით სავსეა. მოკლედ, მეგობრებო, ჩვენი სურვილების ჭა სინამდვილეში არც ისე საიდუმლოა. ის საჯაროა, დეკლარირებულია და ადგილმდებარეობაც ყველა მიცის. უბრალოდ ეს ჩვეულებრივ ხალხს არ შეუძლია იქ სურვილების ასრულება, რადგან მონეტა რომ ჩააგდო, ის მონეტა ჯერ უნდა გქონდეს ჯიბეში. და საქართველოს მოსახლეობას რა აქვს ჯიბეში? აი რა გაქვთ ახლა ჯიბეში? ამოიტრიალეთ ჯიბეები და ნახეთ. მე რა მაქვს? გასაღების, აქ წამალი მქონდა. აჰა, კაპტოპრილი. წნევის წამალი. 30 წლის ბიჭს. ნორმალურია ეს? ზღაპარი მეოთხე. ელისი სარკის მიღმა. ისევ ლუის ქეროლს დაუბრუნდეთ. მის მეორე ცნობილ ზღაპარში ელისი სარკეში შედის და აღმოაჩენს სამყაროს, სადაც ყველაფერი შებრუნებულია. იმისთვის, რომ ერთ ადგილზე დარჩე, უნდა გაიქცე, ხოლო თუ სადმე მისვლა გინდა პირიქით, უკან უნდა წახვიდე. ჩვენს ქვეყანაშიც ზუსტად ასეთი სარკე გვაქვს, რომელსაც სახელმწიფო პროპაგანდა ჰქვია. თუ ამ სარკეში ჩაიხედავ, დაინახავ ქვეყანას, რომელიც ეკონომიკური ზრდით მსოფლიოს აოცებს. საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, საშუალოდ 9.8% დააფიქსირა. მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია შემდგომ წლებშიც შენარჩუნდება. მოკლედ, სარკის მიღმა 9.8%-ით ვფრინავთ. მაგრამ საკმარისია რეალობაში ფეხი დადგა, რომ ლოგიკა მაშინვე თავდაყირად დგება. არსებობს ერთი ძალიან ზუსტი მათემატიკური ფორმულა, რომელსაც პირობითად შეგვიძლია ტოლმის თეორია უწოდოთ. დაახლოებით ასე ჟღერს. შენ ჭამ ხორცს, მე ვჭამ კომბოსტოს ფურცლებს, საშუალოდ კი ჩვენ ჭამთ ტოლმას. აი სწორედ ასე მუშაობს კობახიძის 9.8%-იანი ზრდაც. როცა ვახტანგ თურნავა მაჯაზე 530,000 ლარიან საათს იკეთებს. ეს არის ამ ტოლმის ხორცი. ხოლო როცა 709,000 ადამიანი საარსებო შემწეობის რიგში დგას და 154,888 ბავშვი შიმშილობს, ეს არის ის კომბოსტოს ფურცლები, რომლითაც დანარჩენი საქართველო იკვებება. ქართული ოცნება კი ამ რუდე სარკეში იხედება. მათ ხორცსა და ჩვენს კომბოსტოს ერთად აღრიცხავს და მე ირონიულად გვეკითხება, კაცო, ამდენი ტოლმა ჭამეთ და კიდე გშიათ? რა ვერ გაძეხით თქვენ ბოლოს და ბოლოს? მოდით ახლა ეს სარკის მიერი აბსურდი ციფრებში ვნახოთ. სარკის მიღმა ოფიციალური ინფლაცია 4.8%-ია. რეალობაში ხაჭაპურის ინდექსი, ანუ ინგრედიენტების ჯამი, რომლითაც ერთი კერძი შეიძლება დაამზადო, ისტორიულ მაქსიმუმზეა. ერთი ხაჭაპურის გამოცხობა უკვე 7 ლარი და 30 თეთრი ჯდება, რაც წლიურად 10.3%-იანი ზრდაა. ხაჭაპური მაგალითია აქვს. ზოგადად საკვები ორჯერ უფრო სწრაფად ზვირდება, ვიდრე ოცნების ინფლაცია ითვლის. სარკის მიღმა პენსია 35 ლარით გაიზარდა. რეალობაში ეს 35 ლარი ზუსტად
1 კილოგრამი ნიგოზია და ეს მაშინ, როცა საშუალო საახალწლო სუფრა ოჯახისთვის წელს 180-დან 250 ლარამდე ჯდება. ეს თითქმის ერთი ადამიანის მთელი თვის საარსებო მინიმუმია. კობახიძე კი ამბობს, რომ ეს მდგრადი ზრდა მომდევნო 5 წელიც უნდა გაგრძელდეს. ანუ მომდევნო 5 წელიწადი ისინი ისევ ხორცს შეჭამენ ამ ტოლმაში. ჩვენ ისევ კომბოსტოს ფურცლებს დავღეჭავთ. გაეროს ტრიბუნიდან კი ისევ მოვისმენთ, რომ საქართველო საშუალო ტოლმის ჭამაში მსოფლიო ჩემპიონია. ჩვენი საახალწლო ზღაპრების კრებული ფინალურ თავამდე მივიდა, რომელსაც 2 ახალი წელი ჰქვია. როგორც დასაწყისში ვახსენეთ, ეს არ არის მხოლოდ კალენდარული თარიღი. ეს არის 2 სრულიად განსხვავებული რესპუბლიკა, რომლებიც ერთ ტერიტორიაზე, მაგრამ სხვადასხვა რეალობაში ცხოვრობენ. ერთი ელიტური საქართველოა, სადაც ფერარებით და მილიონიანი გრანტებით ხვდებიან ახალწელს. მეორე კი ჩვენ, ყველა დანარჩენი საქართველო. და ის კორუმპირებული უმცირესობა ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ სინამდვილეში ჩვენ უნდა გადავეკიდოთ ერთმანეთს სამტროდ. მე კი ზემოთ ნათქვამ პრინციპს გავიმეორებ. თუ ამ დღეებში გეფიქრება, როგორ უნდა აღნიშნო ახალი წელი, ისე რომ თვის სამყოფი არ დახარჯო, თუ მაღაზიაში შესვლისას პროდუქტების გაზრდილი ფასები გაწუხებს, მაშინ არ აქვს მნიშვნელობა ლიბერალი ხარ თუ კონსერვატორი, მემარჯვენე თუ მემარცხენე. ჩვენ გვინდა არ გვინდა ერთ მხარეს ვდგავართ. ისინი კი მოწინააღმდეგე მხარის. და რაც უფრო მალე გავიაზრებთ ამას, მით უკეთესი. ხოლო რაც ეხება ზღაპრებს, წლების წინ ტვიტერზე ერთ-ერთმა მომხმარებელმა ასეთი რამე დაპოსტა. ამერიკაშიო ყოველი გულში ჩამწდომი ისტორია ასე ჟღერსო. მან ამან და ამან შეაგროვა $20,000, რომ 200 ობოლი გადაერჩინა orphan crashing machine-ისგან, რომელიც არ ვიცი ქართულად როგორ თარგმნო. ალბათ ობოლთ ჟლეტი მანქანისგან. ამ დროს კი არავინ კითხულობს, რატომ არსებობს საერთოდ ასეთი მანქანაო? ან რატომ უნდა გადაიხადო ფული, რომ ის არ გამოიყენონო? ეს ობოლთ ჟლეტი მანქანა ჩვენს რეალობაშიც მუშაობს და ალბათ ყველაზე ეფექტურადაც. ის ყოველდღე ცდილობს ადამიანების გატეხვას, გასრესვას, გაღარიბებას და მათი ღირსების მითვისებას. მაგრამ ზოგჯერ ეს მანქანა ფერხდება. აი მაგალითად თელაველი ივანე დემინაშვილის ამბავი. კაცი, რომელიც ეროვნული მოძრაობიდან მოდის, ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლი იყო და კოლხური კოშკის ზედამხედველი. იგი აპროტესტებს არჩევნების გაყალბებასა და ქვეყნის ანტიდასავლურ კურსს. ივანეს ძველი 1997 წლიანი ავტომანქანა ჰყავდა. მანქანა ძალიან სჭირდებოდა, მაგრამ გადაწყვიტა 2500 ლარად გაეყიდა, რადგან პროტესტს სახსრები სჭირდებოდა. და აი აქ მოხდა ის, რასაც პროპაგანდა სიკეთით სავსე ქალაქს ეძახის. მაგრამ სინამდვილეში ადამიანური სიდიადეა. აქციის მონაწილეებს ფული შეუგროვებიათ. მისი მანქანა გამოუსყიდიათ და უკან აქციაზე მორთული დოლის ბრახუნით დაუბრუნებიათ. ხო და თუ რამე ჯადოსნური არსებობს ამ სამყაროში, მე პირადად ყველანაირი ზღაპრების გარეშე არაერთხელ ვიხილე და ყოველდღე ვხედავ გაუტეხელი და მამაცი ხალხის სახით. ხშირად გაგვიგია, რომ ზღაპრის ბოლო კეთილია. და ეს სიმართლეა, ზღაპრის ბოლო ნამდვილად კეთილია. უბრალოდ ამის მიზეზი ისაა, რომ ზღაპრებსა და ლეგენდებს მხოლოდ მამაც და გაბედულ გმირებზე წერენ. ამიტომაც, როცა წელს ნაძვის ხის შუქებს დაინახავთ, გახსოვდეთ, ახალი წლის ნამდვილი ჯადოსნური ძალა კალაძის 8 მილიონიან ნათურებში კი არა, იმ ადამიანების სოლიდარობაშია, რომლებიც რეპრესიულ მანქანას მამაცად უპირისპირდებიან. ზღაპრის ბოლო კი კეთილი იქნება იმიტომ, რომ გმირები ჯერაც არსად გამქრალ. ისინი აქ არიან. გემშვიდობებით მომავალ გადაცემამდე. მე ვარ ბექა ყორშია და ეს იყო გადაცემა არაფერი სასაცილო. მადლობა, რომ გვალაიქებთ, გვიკომენტარებთ, ჩვენ ყველაფერს ვკითხულობთ და მადლიერებით მივსებით. შევხვდებით შემდეგ კვირას.